ჩვენ და გადავარჩინოთ გაერთიანებული სამეფო ყველამ. ჩვენ და გადავარჩინოთ გაერთიანებული სამეფო. და მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის თქმით, ამის გაკეთების გზა არის ის, რომ დარწმუნდეთ, რომ ცუდი ადამიანები არ შემოვლენ ინგლისში. სუდი ადამიანები ინგლისში მოდიან მესმის რა ამბობთ. ვის გულისხმობს ის? ვის შეიძლება გულისხმობდეს, როცა ასე უჭერს მხარს ღია საზღვრებს და უბრალოდ აძლევს უფლებას, რომ ყველაფერი გადაიბარონ. მართლა ვერ დაიჯერეთ, რომ რეალურია სანამ არ ნახავთ. და ამას ისევ ნახავთ შაბათს, მარშზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ მრავალფეროვანი ქალაქისა და ქვეყნის დაშინებასა და დაპირისპირებას. აი რატო იგეგმება ეს, რაც ზიანს მიაყენებს ჩვენს მრავალფეროვან ქვეყანას, მეგობრებო? მოდით მოვისმინოთ, რას ვაპირებთ ამ საშინელი მარშის წინააღმდეგ. ლეიბორისტული მთავრობა დაბლოკავს უკიდურესად მემარჯვენე აგიტატორებს, რომ ისინი ვერ ჩამოვიდნენ ბრიტანეთში ამ ღონისძიებისთვის, რადგან ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ასეთი ადამიანები ჩამოვიდნენ გაერთიანებულ სამეფოში. ზუსტად ესეთი არგუმენტი, როგორიც სცულთ ჩვენს ეკრანზე. ჩვენ დაუბლოკავთ უკიდურესად მემარჯვენე აგიტატორებს, რომ ისინი ვერ შემოვიდნენ გაერთიანებულ სამეფოში. ანუ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ შევაჩერებთ ამ ადამიანებს, რადგან ვიცით, როგორ დავიცვათ თავი იმ ბოროტებისგან, რომელიც მოდის ჩვენი კულტურის დასართმევად. როცა გითხარით, რომ ის ყველა დროის ყველაზე არაკომპეტენტური და სულელი პრემიერ-მინისტრია, არ ვაჭარბებდი. შეიძლება ბაიდენი. შეიძლება ახლა ბაიდენი აღარ არის, მაგრამ ეს სხვა დროისთვის იყოს. ჩანაწერი. ეს არ არის არაფრით ნაკლები, ვიდრე ჩვენი ერის სულისთვის ბრძოლა. მას ნება მომეციეთ ეს ძალიან ნათლად თქვა. კია სტამა დიადი, შესანიშნავი, დიდი იმედი გაერთიანებული სამეფოსთვის. იცით, ქვეყანა, რომელიც მიგრანტებმა და ისლამისტებმა დაიპყრეს, რეალურად ცდილობს შეაჩეროს 9 ამერიკელი და საერთაშორისო სპიკერი ტომი რობერტსონის პროტესტზე. აი აქ არის ის მომენტი, როცა ამ კაცმა ბოლოს და ბოლოს ისწავლა, როგორ არ შეუშვას ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მისი აზრით საზიანოა ქვეყნისთვის. ვაი, რამდენი კითხვა გვაქვს ამაზე. კონტექსტისთვის გეტყვით, რომ ინგლისში ტარდება დიდი მარში, რომელსაც ხელმძღვანელობს კაცი, სახელად ტომი რობინსონი, რომელსაც ინგლისურმა მედია მარჯვენა ექსტრემისტად და გიჟად მონათლა. მარშის მიზანია თქვას, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ისლამური და მიგრანტების მიერ დაპყრობა. ეხლა ინგლისის მთავრობა, რომელმაც ამის შესაძლებლობა მისცა. ამის პასუხად კი იმის ნაცვლად რომ თქვას, დიახ, იცით რა, ეს არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდები მართლაც პრობლემურია. და ყველაფერი რაც ხდება ჩვენი ქუჩების უსაფრთხოების ნაკლებობის გამო და ის ფაქტი, რომ ჩვენი კულტურა ჩვენგან იპარება, ამის ნაცვლად რო თქვან, კარგი, რატო არ მივცეთ ჩვენს ხალხს პროტესტის უფლება და უფლება გამოხატონ, რომ ეს არ მოსწონთ, გადაწყვიტეს არალეგალურად შემოსულებზე, არამედ იმ ადამიანებზე იბრძოლონ, ვინც ცდილობს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ რამე გააკეთოს. ანუ ტომი რობინსონის მსგავსი ხალხი, მაგრამ ასევე ეხლა უამრავი ადამიანი, ვინც ამ მარშზე უნდა გამოსულიყო სიტყვით, კია სტარმან გამოაცხადა, რომ ისინი ბლოკავენ ამ ადამიანებს ქვეყანაში შესვლას. ეხლა რატო არის ეს ასე წარმოუდგენლად საკამათო? იმის გარდა რომ ეს უბრალოდ აშკარა სიტყვის თავისუფლებისა და პროტესტის დაბლოკვაა, მაგრამ ეს გვერდითი საკითხია. ეს ასევე მოხდა რაღაც არჩევნებს, სადაც მისმა პარტიამ სერიოზულად წააგო. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, როგორ ატარებს ინგლისი არჩევნებსაც, ცოტა მოსაწყენია. მაგრამ მისმა პარტიამ სერიოზულად წააგო, რადგან ხალხს ნამდვილად მობეზღდა ის, რასაც ის წარმოადგენს, ანუ მრავალფეროვნება და ამ მიგრანტების შემოყვანა. და რადგან მათ არაფრის თქმის უფლება არ აქვთ, ალბათ უბრალოდ ციხეში აღმოჩნდებიან. რადგან პირდაპირ დიდ ბრიტანეთში ეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სოციალურ მედიაში ნათქვამი სიტყვებისთვის გიჭერენ. მათი ხმის მიცემამ ეს დაადასტურა. და ასე რომ ის ამ ბიდი აუზაურის ფონზეა, როცა ხალხი ამბობს, რომ უნდა გადადგეს. მან ფაქტობრივად დაკარგა იმ ადამიანების ნდობა, ვინც მას უნდა მისცემდეს ხმას და ის არ გადადგა. მაგრამ მას ასევე გონია, რომ ამ მომენტში ამის გაკეთება კარგი იდეაა. ამიტომაც თუ მოძებნით კალჩის და ნახავთ რა ხდება კია სტარმასთან დაკავშირებით, ხალხი ამბობს, ეს კაცი მალე წავა. დატოვებს თუ არა თავის პოზიციას, წავა თუ არა თანამდებობიდან. 87%-ს გონია, რომ კია სტარმა გადადგება. თითქოს ამ ეტაპზე უბრალოდ უნდა გადადგეს. რადგან რაც ხდება, იმდენად არანორმალურია. სხვათა შორის ამ ეპიზოდის სპონსორია კალჩი, რომელიც ყველაზე დიდი პროგნოზების ბაზარია შეერთებულ შტატებში. მათთვის ვინც არ იცის, ეს არის საფონდო ბირჟა პროგნოზებისთვის. ეს ფაქტობრივად ფედერალურად რეგულირდება. ამიტომ ეს შესანიშნავი ადგილია იმის გასაგებად, რას ფიქრობენ ადამიანები მიმდინარე მოვლენებზე. გადმოწერეთ კალჩის აპლიკაცია ახლავე. გამოიყენეთ კოდი MEIRAK და მიიღეთ $10, როცა $10 ვაჭრობთ. კალჩი.
დაადეთ ფული იქ, სადაც თქვენი პროგნოზია. და აქ როგორც ხედავთ, ხალხი საკმაოდ აქტიურად პროგნოზირებს, რომ კიას ტამამ უნდა წავიდეს. ეხლა როგორც თქვი, უამრავ ადამიანს ფაქტობრივად აუკრძალეს გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა. ევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია, რადგან ის ევროპელი კომენტატორია, რომელიც მუდმივად საუბრობს ემიგრაციაზე და მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ის აშკარად ძალიან ლამაზია. და მან პირდაპირ მიიღო შეტყობინება ესტას მთავრობისგან, ან რაც არ უნდა იყოს, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებისგან, რომ მას უთხრეს არა, ქვეყანაში ვერ შემოხვალ. მოდი ნახოთ. ნახეთ, რომ სტარმერმა ეხო ფაქტობრივად აღიარა, რომ მან პირადად აკრძალა ჩემი და კიდევ რამდენიმე მემარჯვენე კომენტატორის გამგზავრება გაერთიანებულ სამეფოში. და მიზეზად მან დაასახელა ის, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად მემარჯვენე აგიტატორები, რომლებიც დააზიანებენ საზოგადოებებს, რადგან ჩვენ მრავალფეროვნებას ვეწინააღმდეგებით. და ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, ამის უგრძნობლობა იმდენად გასაოცარია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ, ერთი დღით ჩავიდეს გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ იმისთვის, რომ სიტყვით გამოვიდეს და ეს დააზიანებს საზოგადოებებს. მაგრამ მასობრივი იმიგრაცია, თქვენი მშობლიური მოსახლეობის ჩანაცვლება აფრიკელებითა და არაბებით, რომლებიც ასობით ათასობით შემოდიან, ხომ იცით, ეს კი არ დააზიანებს არც ერთ საზოგადოებას. ანუ მგონი ეს მხოლოდ ერთ საზოგადოებას დააზიანებს, ხო ესეა? დიახ, გაერთიანებული სამეფოს თეთრკანიანი საზოგადოებაა ზუსტად ის საზოგადოება, რომელიც კირ სტარმერს საერთოდ არ აინტერესებს. ასე რომ მგონი ეს უკვე სრულიად აშკარაა, უარყოფა შეუძლებელია ახლა. ეს ჩემთვის დაუჯერებელია. დაუჯერებელია, რომ თქვენ ყავთ თეთრკანიანი ინგლისელი პოლიტიკოსი. კარგი? ისეთი ყველაზე თეთრკანიანი, ყველაზე კაცური, 50 წლის ტიპი. და ის იქ დგას და იცავს ყველას, გარდა იმ სამყაროსა და რეალობისა, რომელმაც მისთვის პრემიერ-მინისტრობა შესაძლებელი გახადა. ამაში არსებული ფარისევლობა უბრალოდ გასაოცარია და საზიზღარია, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მხოლოდ იმას ხედავ, რომ რასიზმი ყველგანაა გავრცელებული. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რასიზმი თეთრკანიანების მიმართაა გავრცელებული. ეს სიგიჟეა თეთრკანიანების მხრიდან, რომლებიც ამ არანორმალური მსხვერპლის მენტალიტეტით მოქმედებენ და გგონიათ, რომ ეს როგორღაც მათთვის სასარგებლო იქნება. ეს გოგონა ევა ფაქტობრივად იმდენად თეთრკანიანია, რამდენადაც შესაძლებელია. და მას ეუბნებიან, რომ სწორედ თეთრკანიანი საზოგადოებაა შესაჩერებელი. ის ადამიანები, რომლებიც თეთრკანიანი საზოგადოებისათვის რაღაცას აკეთებენ, სწორედ ისინი არიან პრობლემა. ვინც სხვა საზოგადოებებს აკრიტიკებს, ისინი პრობლემას არ წარმოადგენენ. ეს სიგიჟეა, მეგობრებო. და გულწრფელად რომ თქვა, გაერთიანებული სამეფო მართლა ტირანული გახდა. არ მესმის როგორ მოხდა ეს. და არ მესმის რუდის მოხდა ეს. ან შეიძლება ეს ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს. სრულად მესმის როგორ და როდის მოხდა ეს. მაგრამ ჩვენ როგორც ხალხს უკვე საკმარისი გვაქვს. რის გამოც შეიძლება გეგონოთ, რომ ეს პროტესტი უნდა ტარდებოდეს, მაგრამ არა. ისინი ამას არ გააკეთებენ. ისინი თქვენს სოციალურ ქსელებს დაგიბლოკავენ. ისინი დაბლოკავენ თქვენს კომენტატორებს, რომ ვერ შემოვიდნენ. ეს რეალურად რუსული კიგბ-ის ტირანიის მსგავსია. ასე რომ, იმ გამოსვლას რომ მოусმინეთ. ვერ აჩერებენ გამაუპატიურებლებს, ვერ აჩერებენ ტერორისტებს, ვერ აჩერებენ ჯიჰადისტებს, ვერავის აჩერებენ. ისინი აჩერებენ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენი ღონისძიების გასაშუქებლად მოდიან. არ უნდათ რომ სოფლიო მეს ნახოს. ვერ შეაჩერებენ ამას. დაგეგმეთ თქვენი ნაბიჯები. თუ ეს საკმარისად არ გაგაბრაზებთ და ფიქრობდით მოსვლაზე, ხოხმანობდით, წადით ლონდონში და იმ ტირანს შეთხოვინება გაუგზავნეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა შეცდება, ვერავინ გაგოჩუმებს. კარგი, დაგეგმეთ თქვენი ნაბიჯები, კარგი? ყველას გნახავთ სალი. ომგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, მართლა ვისურვებდი იქ ყოფნას. და გახსოვდეთ, ისინი ცდილობენ ეს ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს მსოფლიოში ყველაზე რასისტული პროტესტია. მოდი მოვისმინოთ, რას ამბობს ლიდერი. ნახეთ როგორ უნდა ჩვენი წარუმატებლობა. შეხედეთ კი ეს თამას. იცით რა? კვირა დილით უნდა გავიღვიძოთ სიცილით, როცა ამას სიძურვილის მარშს უწოდებს. არაფერს მივცეთ მას. არ მისცეთ მას აგრესიის არც ერთი წვეთი. არ მისცეთ მას არც ერთი პატარა მიზეზი, რომ გამოიყენოს და მათი მედიის პროპაგანდით ჩვენი მოძრაობა და ჩვენი თავი არასწორად წარმოაჩინოს. მოდით აკონტროლეთ თავი, კარგი? ნუ მისცემთ იმას რაც უნდათ. იცით რა უნდა მას? იცით რა უნდა მედიას? იცით რა უნდა ყველას? ყველა ცდილობს წარმოგვაჩინოს როგორც ბანდიტები, ხულიგნები, ექსტრემისტები. ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვაპირებთ ბრიტანული იდენტობის ლამაზად აღნიშვნას. ჯანდაბას ეგ, მას არ შეუძლია ამ სამეფოს გაერთიანება. ხო, ჩვენ გავაერთიანებთ სამეფოს მის წინააღმდეგ 16 მაისს, ამ შაბათს. ასე რომ დაგეგმეთ ყველაფერი, ეს არის ჩემი თხოვნა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, აკონტროლეთ თავი. აკონტროლეთ თავი. ნუ გადააქცევთ ამას იმად, რაც არ არის. კიდევ ერთხელ ეს უბრალოდ სიგიჟეა. გახსოვდეთ, კირსტამან პირდაპირ უთხრა JD1-ს ამას.
სიტყვის თავისუფლების დარღვევები, რომლებიც რეალურად არა მხოლოდ ბრიტანელებს ეხება. რა თქმა უნდა, რას გააკეთებენ ბრიტანელები საკუთარ ქვეყანაში, ეს მათი საქმეა. მაგრამ ეს ასევე გავლენას ახდენს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე და შესაბამისად ამერიკის მოქალაქეებზეც. ასე რომ ამაზე დღეს ლანჩზე ვისაუბრებთ. გაერთიანებულ სამეფოში ძალიან დიდი ხანია გვაქვს სიტყვის თავისუფლება და ის კიდევ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება. არა, ნასაკვირველია, ჩვენ არ გვინდა ამერიკის მოქალაქეებზე გავლენის მოხდენა და არც ვაკეთებთ ამას და ეს აბსოლუტურად სწორია. სრულიად ცრუობს ამ ადამიანების თვალწინ. ამ კაცმა უნდა გადადგეს, მან უნდა წავიდეს. და დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოიკრიბოს თავი და გააგრძელოს ბრძოლა. რადგან როგორც თქვით, ეს იმიგრაციის გადატრიალებები, ეს ისლამური გადატრიალება, ის პრობლემები, რაც ჩვენ საზოგადოებაში ხდება, იწყება მტრებით, რომლებიც შეღწევას ცდილობენ, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ლიდერები არ აჩერებენ მათ. და თუ გსურთ ლიდერობა, რომელიც პოზიციას დაიკავებს, მაშინ თქვენ, როგორც ხალხმა, უნდა გამოხვიდეთ, დაამტკიცოთ რა არის თქვენთვის სინამდვილეში მნიშვნელოვანი, იბრძოლოთ ამისთვის, არ შეგრცხვეთ, არ ავნოთ არავის, მაგრამ იბრძოლოთ ამისთვის და სწორ ადამიანებს მისცეთ ხმა. ღმერთო. კეის ტამარა, საოცარი მოძრაობაა. მადლობთ, რომ ამ საკითხზე თქვენი გადაწყვეტილება გამოიტანეთ.